გამარჯობა თქვენ ყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენი თვალის ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14-სა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში და ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. მოკლედ მსოფლიოში შეშთი მოვლენები მიმდინარეობს, რომ ყოველთვის მოულოდნელად ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმის უმეტესობა, რასაც შეთქმულების თეორიად მიიჩნევდნენ, თურმე რეალობა ყოფილა, ანუ ის რასაც ამბობდნენ ახლა უკვე ტრამპის გუნდის წევრები, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, მაგალითად როგორც არის კენედი უმცროსი, კერძოდ ის რომ საერთაშორისო ორგანიზაცია, ანუ ამერიკული ორგანიზაცია USAID-ის მიერ ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები, უბრალოდ ხელისუფლების შეცვლა და დასახელებული იყო რამდენიმე ათეული სახელმწიფო, მათ შორის სახელმწიფოები, რომლებიც ხელისუფლებები, რომლებიც შეიცვალა, ანუ ჩამოაგდეს, იყო დემოკრატიულად არჩეული. ხა გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ვარდების რევოლუცია საქართველოში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, ლიბიაში გადატრიალება, ეს ყველაფერი ფინანსდებოდა აი ამ ორგანიზაციის მიერ, ბუნებრივია მიზანი იყო ის, რომ დემოკრატია გამტკიცებულიყო და დემოკრატია დამკვიდრებულიყო, თუმცა ისე ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში, რომ მე მაგალითად ალბათ არა მხოლოდ მე მიჭირს თქვა ზუსტად რას ნიშნავს ეს დემოკრატია და რა მოიაზრება დემოკრატიის ქვეშ. მოკლედ ჩვენ ისეთ შევიტყვეთ, რომ სხვადასხვა თანხა სახელდება, ალბათ ეს დაიწურება ეს ინფორმაცია 111 მილიონი, 26 მილიონი, 51 მილიონი, რომელიც გამოყოფილი იყო კონკრეტულად ამ USAID-ის მიერ საქართველოში მიმდინარე პროტესტის დასაფინანსებლად. მე ამ ინფორმაციას როდესაც ვამბობ და გაცნობ თქვენ, რაც შეიძლება იცით კიდეც, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს არის ცუდი და ეს არის დასაგმობი. ეს არის ბუნებრივი, ეს არის მოცემულობა. ნებისმიერი სახელმწიფო მით უფრო თუ მას აქვს ძალა, აქვს ფინანსები, ცდილობს რომ გავლენა ქვეშ მოაქციოს და თავისი გავლენა გაავრცელოს, რაც შეიძლება მეტ ტერიტორიაზე, რაც უბრალოდ იმას მოწმობს, რომ ცოცხალი არის და უკვდავი პრინციპი, რაც არ შეიძლება იყიდო ფული, შეიძლება იყიდო დიდი ფული და ეს ეხება ტირანიასაც, დემოკრატიასაც და საერთოდ ყველაფერს, რაშიც ადამიანი ურევია. მე ვფიქრობ, აქ გულდასაწყვეტი არის მხოლოდ ის, რომ თუნდაც ძალიან იაფი დაუჯდით და დიაფი ვღირდით და ეს ცოტა არ იყოს არ მომწონს. ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ აი უკრაინაშიც რაღაც უცნაური კი არა შეიცვალა სიტუაცია იმ მხრივ, რომ ზელენსკის რიტორიკა არის შეცვლილი იმის პარალელურად, რომ ეძებენ სად გაქრა 100 მილიარდზე მეტი, რომელიც დაეხმარა, რომელთაც დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას, 118 მილიარდი, რითაც ევროკავშირი დაეხმარა უკრაინას. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ის ვითარება, რომელიც საქართველოშია, გაცილებით ჯობია უკრაინაში არსებულ ვითარებას, ვინაიდან იქ არის ომი, რომელიც დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოს, თუნდაც ეს სხვა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები მიერ იარაღის მიწოდება არ მიწოდებაზე და ასევე იმაზე, მისი რომელი გეოპოლიტიკური ინტერესის შეეწირები ამ შემთხვევაში შენი ომით და შენი მოსახლეობის სიცოცხლით. ჩვენი აი ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ზაალ კასრელიშვილი, კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე. ბატონ ზაალ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზავნით და გამონახეთ დრო. ბატონ ზაალ, სანამ გადავალთ უშუალოდ აი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ კონტექსტში ბუნებრივია საქართველოს ბეძებს და მომავალზეც და როლზეც მე მინდა კითხოთ. აი მე მახსოვს, სანამ ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზა ტექნიკური მთავრობის იდეა და ეს იყო სხვათა შორის არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. თქვენ ჩვენ თბილისელებს რო ჩავწერეთ ინტერვიუ, ბეშტვით ინტერვიუ, თქვენ მითხარით, რომ ეს ტექნიკური მთავრობა არის ის მოდელი ურთიერთობის და მოწყობის, როგორც ხედავს ამას დასავლეთი და უბრალოდ სალომე ზურაბიშვილს მოიტანა. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, აი ეხლა რომ ის მოდელი განხორციელებულიყო, ეს იქნებოდა კარგი, ანუ შედეგიანი და რას მოუტანდა ეს ქვეყანას? მადლობა მოწვევისათვის. კარგია რა, შენერი წამყვანები. ეს არ იყო სალომე ზურაბიშვილის სანამ ლანძღვაგინებას დაიწყებენ ვიღაცები კომენტარებში, მინდა უთხრა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება საქართველოში, ეკისრება ოპოზიციასაც და პოზიციას, ხელისუფლებას. პოლიტიკურ კლასს. კი, ყველას თანაბრად უნაწილდება და რაც მოხდება მომავალში და ახლობთ შემოდგომამდე, ამაზეც პასუხისმგებლობა
აქვს პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. ეს ტექნიკური მთავრობა არ შედგებოდა არანაირად, იმიტომ რომ ტექნიკური მთავრობა რომ უნდა შედგეს დიალოგი პოზიციასა და ოპოზიციას შორის, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და უნდა დაინიშნოს ტექნიკური მთავრობის უნდა წარმომადგენლები და ესენი ერთმანეთთან სალაპარაკოდ არ დაჯდნენ ჯერ ერთი და მეორეც ერთი რომც მომხდარიყო ეგ რაც მოხდა ხო ესე იგი დღეს აბსოლუტურად აღარ იქნებოდა მაგისი საჭიროება და ქაოსი იქნებოდა. ოღონდ როგორი ცუდი ქაოსი, ანარქიული ქაოსი იქნებოდა. ეს ვერ განხორციელდა რატომ? იმიტომ რომ ტრამპმა გაიმარჯვა? ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში. საბედისწერო გასროლამდე, საპრეზიდენტო გასროლამდე დემოკრატები უგებდნენ ტრამპს. ყოველ შემთხვევაში გაუთანაბრეს. თასო დაესხნენ იმას გულისხმობ. ხო, ამის შემდეგ ტრამპის გამარჯვება იყო გარდაუვალი. ეხლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ქვეტექსტებზე რა, იუსაიდზე კონკრეტულად რა, რომ ვლაპარაკობთ სოფლიოს 40 ქვეყანაში, ხო, მე მგონი. ხო, რამდენიმე ათეულია ხო ზუსტად. ზუსტად მეც არ ვიცი, ხო. ეძებენ ეხლა, იმიტომ რომ ფილიალები აქვს სხვადასხვა სახელით. აქ ლაპარაკი არ არის მარტო პოლიტიკურ ქვეტექსტზე. რესპუბლიკელების მთავარი გზავნილი ყოველთვის და არა მარტო ეხლა ოჯახის ესე იგი ეკონომიური სიძლიერის სამხედრო სიძლიერის ქალისა და კაცის ინსტიტუტის გარდა ყოველთვის არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების ეხლა მართველი გუნდისთვის ჩვეულებრივი პროცედურაა კორუფციასთან ბრძოლის. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომელ ქვეყანაში ვის დაეხმარა. რაში ჩაიდო ფული და 10 კატი რამდენი მიიღეს ამაზეა ლაპარაკი. რაში დაიხარჯა ამერიკელი დაიხარჯა ერთია ჩემო კარგო შეიძლება იმ დახარჯვას ახსნა მოუპოვო შენ იმ შენ ახსნა არგუმენტები დადო ანუ ხთამში დაიხარჯა მაგას გეუბნები ხო ესე იგი შენ შეიძლება ახსნა მოუძებნო შენ მიერ გაღებულ თანხას მაგრამ იქ ლაპარაკი იმაზეა შენ მიზნობრივად დაიხარჯა არ დაიხარჯა რამდენი დაგიბრუნეს 10 კატი ჩვეულებრივი კორუფცია ეს არის მაღალი დონის ელიტარული კორუფცია ამაზეა ლაპარაკი ამას მიყვებიან და ეხლა თუ იქ და როგორც ჩანს ვიღაცებს დაიჭერენ აუცილებლად გამოყვება იმ ხალხამდე ეს ხაზი ვინც ეგრეთ წოდებული 10 კატები დააბრუნა უკან არ ვიცი რა პროცენტზეა ლაპარაკი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ აქ ერთი საინტერესო მომენტია მაგალითად ვიქტორია ნულანდი როდესაც ამბობდა რომ ჩვენ ორჯერ გააკეთა ამ მსგავსი შინაარსის განცხადება სანამ თანამდებობაზე იყო რომ ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანია როდესაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით დახმარებას იმიტომ რომ ამ ფულის დიდი ნაწილი ბრუნდება უკან და იდება სამხედრო მრეწველობაში მე მესმის რომ აქ არ იგულისხმებოდა რომ ქთამში მიდისო ამათ კატის სახით მაგრამ ის რომ ჩვენ თუნდაც 2008 წლის მაშინ კარგად მუშაობდა საი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ასეთი პროექტი ქონდა რომელმაც შეისწავლა ამ პროექტით მათ შეისწავლეს 2008 წელს გამოყოფილა აი 4.5 მილიარდი და ნახევარი რომ საჩუქარი იყო და ნახევარი რომ ვალი იყო რა თანხებით სადა როგორ და იქ საკმაოდ დიდი გაფლანგვები იყო ანუ ჩვენ ეს ვიცოდით და შესაბამისად ამერიკულმა მხარემაც ალბათ ეს იცოდა ახლა რატო გახდა აქტუალური ის რომ ლობიზმი ვთქვათ ფინანსდება და ლობიზმი მე ვფიქრობ უბრალოდ დაკანონებული კორუფცია აბა სხვა რა არის ხო აი ახლა რატომ უცებ შემოიხიეს ტანზე ეს ხო მუდმივად ასე ხდებოდა ადამიანი იღებს ფულს და შემდეგ გამალებული იბრძვის ამისთვის როგორც მაგალითად პატრიცემული კონგრესმენი უილსონი მართალი ხარ ესე იგი აქ ჩვენ ახლა მივიღეთ ტრამპის საჯერ მინდა კიდევ ერთხელ და კიდევ 100 ჯერ გავიმეორო რომ პრორუსებმაც და პროდასავლურებმაც საქართველოსშიც და მთელ მსოფლიოშიც ჯობია რომ საკუთარ თავს გამოუტყდეთ და თურმე ამერიკის შეერთებული შტატები ყოფილა დღის წესრიგის შექმნელი მთელ მსოფლიოში
საქართველოში პოზიციაც იმას ელოდებოდა არჩევნებს ამერიკაში, ოპოზიციაც და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთუმეებო, რუსეთის ხელისუფლებაც ელოდებოდა ამერიკაში ესე იგი პრეზიდენტის არჩევნებს. ჩვენ მივიღეთ ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ კარგად დატრენინგებული, როგორც ჩანს თვითონ ძალიან მძიმე 4 წელი რო გაიარა, რა წინააღმდეგობებსაც წააწყდა, რა სტრუქტურებიდანაც და რა უწყებებიდანაც. რამდენი ატარეს სასამართლოში? ხო, ნუ ესე იგი 4 წლის განმავლობაში ყოველ თვე ქონდა რა პრინციპში. ყოველთვის სასამართლო ქონდა სხვადასხვა გუბერნიაში, სხვადასხვა უწყებებში, ხო და როგორც ჩანს ძალიან სერიოზული ისინი ყავს ახლა. პოლიტიკური გუნდი ყავს ძალიან სერიოზული. კარგად, სწორად დაიწყო. პირველი თამასა ასწია ზესახელმწიფოსი ყველაზე მაღლა, მან თქვა რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა და ყველაზე სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყანა და გავლენებითაც. ამიტომ თუ არ იქნება საერთაშორისო სამართალი მსოფლიოში დღის წესრიგში, მაშინ მეც გრენლანდიასაც წავიღებ, იმასაც წავიღებ, ამასაც წავიღებ, იქაც ჩავერევ, აქაც ჩავერევ. პარალელურად მსოფლიოში არეულობების მიზეზებს შეებრძოლა. ჩვენ ხო მიზეზებზე ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა. ეს რაც ახლა საქართველოში ხდება, ხო ოპოზიციასა და ოპოზიციას შორის ჩხუბი, ეგ ხო შედეგია. ის რაც დაუშვათ იმ 40 ქვეყანაში ხდება და სამხედრო გადატრიალებები ახსენეთ და პოლიტიკური ეს ყველაფერი იყო შედეგი, ხო? ხო. აბსოლუტურად ყველა მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების და მათ შორის რუსეთიც ყოველთვის ებრძოდა შედეგს. ელოდებოდნენ რა შედეგი დადგებოდა და მერე შედეგის ნეიტრალიზაციისთვის ხარჯავდნენ უამრავ რესურსებს. ამ კაც აქვს პროგრესული მიდგომა, საქმიანი მიდგომა. ესე იგი მშვიდობა, ფორმალური მშვიდობა, რომლითაც ყმაყოფილი არავინ არ იქნება, მაგრამ ომი არ იქნება. რამ გამოიწვია პირობითად ომი ხა საქართველო. მიზეზი, არეულობის და დაუმთავრებელი ძიძგილაობის და კინკლაობის 22 წელი. მიზეზი, სულ ამაზე ვლაპარაკობდით ჩვენ ახლა 88 წლის შემდეგ და 92 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეც და ჩემი თანამოაზრეებით სულ ვცდილობთ რომ ხარე არ ვიყოთ და ბევრი მწარე წყალი დავლიეთ ამის გამო. და ვამბობდით რომ ის რაც საქართველოში მოხდა შევარდნაძის დროს, შევარდნაძის სამხედრო გადატრიალების დროს, შევარდნაძის მოსვლის დროს, მიშას მოსვლის დროს, ეხლა რაც ეს ყველაფერი არის შედეგი. მიზეზი ჩვენ არ გქონდა ძალა წვდომაზე, მიზეზებს შეუბრძოლებოდით. რაღაცა 2 თუ 3 ინტერვიუ მქონდა ესე იგი ამ არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციის ადამიანებზე და მეორე ინტერვიუ მახსოვს ავღანეთში რომ შედიოდნენ მაშინ ამერიკელები ხო მაშინ ვთქვი რომ საბჭოთა კავშირის მე გარეთ ვამბობ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვამბობ ინტერვიუს საბჭოთა კავშირის მაგალითი წინა აქვთ მეთქი და ეხლა თუ იმას მოკლედ აღნიშნე რომ ავღანელისთვის შეჭრილი რუსი და შეჭრილი ამერიკელი დანიშნის მიხედვითაც არ უნდა შეიჭრა მისი რელიგიისა და მისი სახელმწიფოებრიობის მისი სამშობლოს მტრება დაღიკვება მეთქი და ჩვენ ქართველებს იგივე პრობლემა ქონდა უბრალოდ ჩვენ მართლმადიდებლები ვიყავით და რწმენას ვიცავდით და ტერიტორიას მეთქი საერთოდ დამბლოკეს მე გვარც არ დავასახელებ ახლა ზოგი ციხეშია ზოგი სასაფლაოშია ისინი წამოწიეს მე ნაციონალური მოძრაობა უпростоრად მოკლედ რა არ მინდა ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გქონდა წვდომა უпростоრად ჩვენ ინფორმაცია გქონდა ჩვენ არ გქონდა დადასტურებულად არ ძალა არ გქონდა რამდენჯერაც ხმა ამოვიღეთ და რამდენჯერაც სიმართლე ვთქვით იმდენჯერ ხან ქვეყნის შიგნიდან ხან ქვეყნის გარედან პრობლემები შეგვექმნა და ეხლა ეს ზესახელმწიფოს პატრონია რა ზესახელმწიფოს პატრონია რომელმაც თითი მოაკაკვინა
აბსოლუტურად სულ ყველას. ჯერ არ დაუწყია ასე იგი აქტიური საქმიანობა და უკვე ისეთი მესიჯები დაალაგა, რომ არავის არ აწყობს, მაგრამ ყველა ფიქრობს, რომ ეს ჯობია ომს და უბედურებას. მარტო USAID-ზე არ იქნება ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეხლა მე უბრალოდ ჩვენთან რახან უფრო ცნობილი არის ეს კლიბატი. მარტო USAID-ზე არ იქნება ლაპარაკი, ჩემო კარგებო. აუცილებლად ნატოს წვრთნების პროგრამასაც შეეხება ეს ამბავი. სამხედრო სამრეწველო კომპლექსსაც შეეხება ეს ამბავი. ეხლა სწორად გამიგოს მაყურებელმა 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის ნგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხო პრიპისკები იყო, ეგრეთ წოდებული მიწერები რა. ეგეთი რამეები ეხლაც ხდება რა. ესე იგი, ვითო გადაიხადა სახელმწიფომ ფული, შეუკვეთა ამდენი სამხედრო ტექნიკა, მიიღო რაღაცა ნაწილი, დანარჩენი ფული გაიყვეს. აი 2008 წელსა ძალიან მცნაურია ხო, არც ერთი ის არა უფეთქებიათ, ეს ეხლა ჩვეული ყველა მიცის. აფხაზეთშიც აი საომარი მოქმედებების დროს ჩვენი მოსახლეობა როდესაც იძულებული გახდა გამოქცეულ იყო, მათ თვითონ დაწვეს თავიანთი სახლები. ანუ ეს და ჩვენ 2008 წელს პირდაპირ ჩაიგდეს ხელში ოკუპანტებმა რუსებმა ჩვენი ვთქვათ არსენალები და არავინ არ ააფეთქა. გულწრფელად გაიხსენე ახლა შენ. რამდენი წელია ვლაპარაკობ შენ ინტერვიუებში იმას, რომ საქართველოს ისტორიაში ყველა ომის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. 2008 წლის ომში რა მოხდა? არ ვიცით. აფხაზეთის ომზეც კი არის ინფორმაცია, მე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მასალა მაქვს 2 წელი, ისე არ მიყავს პირველად რა, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი თუ ერთ-ერთი პირველი არ ვიყავი, ვინც ამაზე წერა. იქაც არის ინფორმაცია. 2008 წლის ამბები არის ძალიან გასაიდუმლოებული. ხო, მაგას ვამბობ მე. რუსეთის მხრიდან არა სხვათა შორის. უფრო მეტად, იქ უფრო მეტად მოიძიებთ, იქაურ მე რაღაც მასალას ვაკეთებდი, იქიდან გამომდინარე ვიცი. იქ მოიძიებთაც დასტურდება რუსულივე გამოცემებით, რომ ისინი ელოდებოდნენ შემოჭრას და იცრნები, იმიტომ ჩატარდათ კონტინგენტი არ წაიყვანეს. ეგარმა მე მოლაპარაკებები მაინტერესებს. მე მაინტერესებს როგორც ყველა ქართულს და საქართველოს ისტორია საინტერესებს. ხო, მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებები მაინტერესებს მანამდე ომამდე მოლაპარაკებები. ვისთან კონდათ მოლაპარაკებები? ვინ უთხრა შემოდით და ტრიბუნა შემოიტანეთო? მე კი არ მაინტერესებს. ისტორია საინტერესებს, იცით როგორი სიტუაციაა? ხვალ და ზეგ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა თუ ბოლოს მომცემ 2-3 წუთს საშუალება. არა, ჩვენ კიდევ გვაქვს, თუ შეიძლება ხა რეკლამის გამო ცოტა მცირე ხნით უნდა უკაცრავად. მცირე ხნით უნდა შევწყვიტოთ და დავბრუნდებით, დაგველოდეთ და განვაგრძელოთ საუბარი ამ თემაზე, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო. დოკლავეთაში ბრუნდებით, განვაგრძელოთ საუბარს ჩვენს სტუმართან, ძალკაცრელიშვილთან. დიახ, ძალიან საინტერესოა. წინა მოვლენები შეიძლება პოლიტიკაც არ ახსოვს, თქვა მე შევახსენებ იმას, რაც მე როგორც ჟურნალისტ მახსოვს. მანამდე შეიქმნა სამხედრო-სეცის ადმინისტრაცია, მოგეხსენებათ, გაცოცხლდა ეს ტერმინი, რუსთავიურით დაიწყო ამის გაცოცხლება, როგორც ცხინვალის რეგიონს ხმარობდა ყველა და ტერმინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ოსეთს რა უნდა საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ეს საქართველოა, კახეთი ხო არ არის, არა, ან იმერეთი. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ გაუქმებული ავტონომია და мотивация ამ არგუმენტები იყო კი მახსოვს ის იყო ეს დამოუკიდებელ გამოცხადებას კი არა მე რას ვამბობ თვითონ ავტონომიის შექმნა თავის დროზე იყო არალეგიტიმური დაპყრობილ საქართველოში გამოაცხადეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ავტონომია შექმნეს ნუ ხო მოკლედ იურიდიულად გამართულად იყო გაუქმებული მეორე საკითხია რა უკმაყოფილება რომ მოყვა ამას მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის რომ იბრძოდნენ და მე ხუჩებში რომ ხვრიტავდნენ მე და პოლიტპატიმრებით რომ ციხეების ავსეები ყავდათ ქონდათ და ქვეყანა რომ გაყოლიფეს და ხალხი რომ გაძარცვეს კორუფციით. ხო და ეხლა რო არ წავიდეთ შორს, ხო? მოლაპარაკება იყო მანამდე. ხო და აი ხა დავასრულებ თუ შეიძლება და მე მახსოვს იქ ეს შემდეგ იმ ადმინისტრაციას ძალიან საკმაოდ დიდი თანხა ურუზმა ქარქუსოვიც იყო რაღაც ფინანსო მეებს იმაშვებოდა ეს სანაკოევი ხო ვინც იყო თქვა ხელმძღვანელი ამ ადმინისტრაციის იქ რაღაც ეკონომიკური პროექტები განხორციელდა ეს ხება მაგათ ფულს არავინ არ მისცემ. რამდენიმე თვით ადრე მე მახსოვს თამარაშენში აუზი ჩვენება ჩაატარეს კიდევ მოდელების თუ გახსოვთ თამარაშენში 2 მილიონი აუზი ეს
ჩამონათვალი მქონდა ადრე მაქვს კიდევაც ეხა შენახულად მქონდა ჩემს მასალებში. აი რა მინდა აი ეს და ძალიან ისეთი იყო აი ეს მინისტრი რო იყო იაკობაშვილი შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი მახსოვს ძალიან დარდიმანდულად ამბობდა ხოლმე ეს კაკა და ის კაკა მანამდე მაინტერესებს. მან და აი ეს იქ რეალურად რა ხდებოდა. კულახმეტოვთან მოლაპარაკებები რო ქონდათ დახულულ სივრცეში. იაკობაშვილი იყო მე ბოლოს იყო კი ბატონო. მე მანამდე მოლაპარაკებებს ვლაპარაკობ. ეგ ეხლა გულწრფელად რო შევხედოთ ვითარებას მე სამეზობლოში უბანში ქალაქში ვიცნობ ოპოზიციის მომხრეებს ხშირად მოდიან ჩემთან რატომაც წამოდიო მეუბნებიანი და რატო წამოვიდე მე აქციებზე რატო წამოვიდე აი მე რატო გინდა თმეთქი რომ წამო თემატური ჯგუფები საერთოდ ჩემი მოფიქრებულია ჯერ კიდე შევარდნა ძის დროს და ქართული ოცნების გამარჯვებაში ამ თემატურმა ჯგუფებმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშეს და ეხლა რო რატო წამოვიდე მეუბნები და არ დაგვიჭირონო გვეში მეუთხარ ხო მეუთხარი შიშით ვერაფერს მოკლედ ისე თქმა მინდა ძალიან ბევრმა არ იცის მე იმას კი არ ვამბობ რომ მენტალობა შეუცვალო და უთხრა რომ შენ აი ეს მასალა წაიკითხე და აღარ იყო იცოდე ხო სიმართლე ხო უნდა იცოდე ადამიანი როცა მზათახარ თავი გაწირო მე თავგანწირვას ვერ ვხედავ სამწუხაროდ ვერც ერთი მხრიდან ხო და ეხლა რატო ვამბობ ამას ტრამპის პოლიტიკა მთელ მსოფლიოს ასე ვთქვათ თავისი ზედმეტი ამბიციებისგან გაანთავისუფლებს როგორც ჩანს ირანიც და ჩინეთიც იქნებ ზალ აი ხო ხა ჩაგერ თუ შეიძლება ჩაგერები იქნება ზედმეტი ამბიციებისგან გაათავისუფლებს ის რომ ტრამპი პირდაპირ ამბობს სათქმელს პირდაპირ ამბობს და ეს ხო და ინტერესს ამბობს ამაზეა ლაპარაკი რა ახლა პირდაპირ ვიტყვი რა რუსე პუტინს მესიჯის დონეზე ეუბნება შენ უკრაინაში შეიჭერი იმიტომ რომ ეს საბადოები გინდოდა ხო არ არის პრობლემა ჯარი გაიყვანე და ამ ეს საბადოები გავიყოთ სამნაწილად გავყოთ ეს მინდოდა სხვადასხვა სამნაწილად გავყოთ არანაირი პრობლემა არ არის პანამას უცხა წაგართმევ თლიანად ყველაფერს თუ ეს აწია ხო მე ეს შემიძლია მე ეს შემიძლია უყურეთ როგორ არის ამბავი პანამას ის კი ჩვენ რუსები გვეძველ ბიჭდნენ და თავში წამოგვარტყეს ეგრე კი არ უთხრა ამერიკელის აშენებულია ამერიკული ფულია დახარჯული ხელშეკრულებაში იდო რომ ამერიკელებმა არ უნდა გადაიხადონ საბაჟო გადასახადი ხო და ეხლა რა გადაგვაგდე როგორ არის ამ ხელა სახელმწიფო გინდა ამან გადააგდო თან დოტაციაზე ზიხარ ჩემზე ყოველ წელს ამდენი ოღონდ მევე შექმენი ეს აღარ დაუმატებია არა ეს სხვა თემა მაგას არ ეხება მაგას არ ეხება დააკვირდი რა მაგის ტაქტიკას ტერიტორიული მთლიანობა აქვს იმაში რა ქვია ესე იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას არ გადადის გვერდზე ჩინეთიც ალაპარაკდა ეხლა უკვე ტერიტორიულ მთლიანობაზე უკრაინის ირანიც ალაპარაკდა მოკლედ ორივე მზად არის რა ეხლა რუსეთი აღარ ახსოვთ ორივე მზად არის ჩავიდნენ და ხო ეს რაზე მოვაყოლე რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ტრამპის პოლიტიკას ევროკავშირი ნელ-ნელა გადაეწყობა ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების ამ მიდგომაზე გახსნილი თამაში ილია ჭავჭავაძის გენიალურობა იმაშია რომ შექმნა მთელი მისი შემოქმედება მხატვრულიც და პუბლიცისტურიც რო აიღო პოლიტიკურიც ხო რო ავიღოთ ქველმოქმედებაც შექმნა ინტერესთა თავსებადობის იდეა, რომელიც იყო მარქსიზმის ალტერნატივა. მარქსიზმი იყო კლასობრივი ბრძოლა, სადაც გამართლებული იყო კლასის დამარცხება ყველა მეთოდით. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ესე იგი, ფასეულობათა თავისუფალი გაცვლის მეშვეობით მოლაპარაკების გზით საერთო ინტერესებზე შეთანხმება. სადაც ადამიანის უფლებები აყვანილი იქნებოდა საკუთრების უფლება ადამიანების უფლებების დაცვის უმაღლეს ხარისხში იქნებოდა აყვანილი. ეხლა ილია იცოდა მეთქი ტრამპმა ვერ ვიტყვი მაგას რა, მაგრამ
სოფლიოს განვითარებას კაცობრიობა ამ ეტაპზე დაიღალა ტყუილებით, დაიღალა ქვეტექსტებით ლაპარაკით, მობეზრდა რა, უბრალოდ ტელევიზორში ჩართავ რაღაცას გიყვებიან და იცი რომ გატყუებენ. და ჩვენი და უკრაინის ნატოში გაწევრიანების არიხს. ესეც წინ წამოიწევს ახლა. ესეც წინ წამოიწევს, როდესაც ლაპარაკი იყო, როდესაც ესე იგი ქართულ ოცნებას და როგორ გითხრათ, ანტიდასავლური, ასე ვთქვათ, რიტორიკა ჰქონდა რაღაც ეტაპზე. ეხლა შეცვალეს. მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ სიმართლე თქვი რა, არ გიღებენ. ძნელია ამის თქმა. არ გიღებენ, არ მიგიღებენ. ეს იყო საშუალება ადამიანების ჯგუფისათვის რუსეთთან ვაჭრობის. რუსებს აშინებდნენ იმით, რომ აბა და ეს დამითმეთ, ეხლა დამთავრდა ეგ ამბავი რა. სანქციებშია გადანაწილებულია აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში უკვე სეგმენტები. ეხლა ჭადრაკის თამაში ჩემოკარგებო, იცის ბევრმა. მაგრამ მოჭადრაკი არის ცოტა. ხელისუფლებაში რომ მოხვდით, ან ოპოზიციაში რომ ხართ, რომელიღაც პარტიების სახელებით ლაპარაკობთ, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსები ხართ და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებთ. ამოსავალი წერტილი, ესე იგი, მოცემულობად აიღეთ ერთი რამე. კონსერვატორების ხელშია ინდუსტრიალიზაცია მსოფლიოში, წარმოების საშუალებები და ფაბრიკა ქარხნები. ლიბერალების ხელშია ფინანსები. ხა ლიბერალები გულხელს დაიკრეფენ და დაწვევიან და დაელოდებიან კონსერვატორები. როგორც შეჭამენ, ტყუილია თვითონ ტრამპი მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი ლიბერალი ტრილიონერების გადაბირებას ცდილობს. ილონ მასკის მეშვეობით. ილონ მასკიც კიდევ ცალკე თემაა, დღეს ამაზე არ ვილაპარაკებთ. იმის თქმა მინდა, რომ რუსეთის მოუწევს ანგარიში გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. კარტი გახსნა, უხეშად რო ვთქვათ, და მოდი, აბა, რა რესურსი გაქვს. შენ ომი გინდა? მე შენზე ძლიერი ვარ, მოგიგებ. არ გირჩევ ომს. რუსეთი თუმცა ესეთი ომია, რომ ვერავის ვერ მოუგებს ალბათ. ვერავის ვერ მოუგებს და ამიტომ არ იქნება ომი, მაგრამ ისეთი სანქციები იქნება, რომ ძალიან ყველას შეეხება ეგ სანქცია. ნურავის გონია, რომ მარტო ერთ ქვეყანას დააზარალებს. რუსეთს აქვს ინტერესები კავკასიაში, რუსეთს აქვს ინტერესები საქართველოში. ეხლა ამ ინტერესებს გახსნის პანდორასავით, ჩვენ რაც ვიცით, ორი სიტყვით უნდა გითხრათ აუცილებლად. კომუნისტების დროს იყო ესეთი პროექტი ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რკინიგზის. ეროვნულმა მოძრაობამ გააჩერა ეს. ეხლა ამუშავდა, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ჩრდილო სამხრეთის ესე იგი მარშრუტი პეტერბურგიდან დელიმდე, რომელიც აზერბაიჯანზე გადის, მაინდა-მაინც სანდო არ არის. ხო, მაი აქეთ უნდა ეს გზაჯვარი. იმიტომ ჩემოკარგო, რომ ნატოს წევრი თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია. და იქით კიდე თავისი რწმენის ირანი და შუა აზია ყავს. აქეთ უნდა, იმიტომ რომ ისიც კონტროლდება. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანზე ლაპარაკი, აზერბაიჯანს ყავს. ხო, ესე იგი რკინიგზა უნდა გავიდეს, то есть გასულიყო. ხა პირველი რასაც ვიტყვი, კარგად მოისმინეთ ხოლმე, რასაც ვლაპარაკობ და მე ნუმაძებნინებს თავს და ნუ იმალებით ვირთხებივით. ეს რა ქვია. ეს არის ქართველი ერის გადასაწყვეტი. ვიღაცა ქართველებს ხელი აქვს თურმე უკვე დოკუმენტზე მოწერილი, რაღაც სავაჭრო პალატის სახელით ამის გაყვანაზე. არ ვიცით ეს ამბავი არავინ და ჩვენმა ძმებმა და ჩვენმა დებმა, ინგუშებმა ცალკე და ჩვენმა ჩეჩნებმა ცალკე ამის შესახებ მომაწოდეს ინფორმაციები. ეს უნდა გავასულიყო ინგუშეთზე. თუ დაუშვათ, ჩვენი ქვეყანა გადაწყვიტავს, თუ პარლამენტი გადაწყვიტავს, თუ ტექნიკური ეკონომიური დასაბუთება იქნება, თუ ჩვენი სამეზობლო თანახმა იქნება, ხო, ესე არ არის მარტო არა და პირველ რიგში თუ ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება, პირველ რიგში. ან მორალურად, ან მატერიალურად სასურველია ორივე ერთად იყოს. ეხლა
იმისთვის რომ ინგუშები ჩვენი ძმები და მეგობრები არიან და პროქართულებად ითვლებიან მთელ კავკასიაში და მთელ რუსეთში ბოლო მონაკვეთი რაღაცეც უნდა გამოიაროს ამ რკინიგზამ გამოდის ნაკრძალზე ინგუშეთსა და საქართველოს შორის იმ ნაკრძალში არის უძველესი ერთადერთი დარჩენილი უძველესი ქართული ტაძარი რომელიც ქართველმა მისიონერებმა არის ვერსია რომ დაუშვათ ასურელმა მამებმა და ქართველმა მისიონერებმა ერთად ხო და ეს ტერიტორია მოითხოვა ჩეჩნეთმა გადმოგვეცითო ჩვენი? არა, ინგუშები. ხო, რომ აი დავარო იყო ტერიტორიული კავშირი, არა, ის სხვა დავაა ის ორი რაიონზე. რადგან პირდაპირ არ შეუერთდეს რა საქართველოს. ნუ დაიძაბა სიტუაცია და რუსეთს წაუღია ფედერალურ საკუთრებაში ეს ნაკრძალი. ხო და ადამიანი რომელიც ამას ებრძოდა იქ ინგუში კაცია. საქართველოში FSB-ს აგენტად მონათლეს. აქ ჩამოდიოდა. აქედან წავიდა რუსეთში და იქ საქართველოს სპეცსამსახურების აგენტად მონათლეს და ესე მარტივად არ ხდება ესეთი ამბები. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი სამომავლოდ და ეს უნდა სახალხო განხილვის საგან არ უნდა მოგვერიდოს სულ ამას ვიძახდით მტყუანი ხარ თუ მართალი ხარ დადე რა გინდა თქვი იქნება უომრად გაძლევენ და იქნება ყოველგვარი გადატრიალების და გადმოტრიალების გარეშე რატო ჩქმალავ რატო მალავ გამოვიდა კაცი და თქვა ვარ ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი მაქვს ეს ინტერესები ჩემთან ხართ არა და მე ჩემ ხაზს გავყვები მაინც ეხლა ყველა სიმართლე ლაპარაკი დაიწყო. ხო ზელენსკი მას მე არ ვიცი მოდაში შემოვიდა ეხლა ლაპარაკი. აქამდე ეხლა ზელენსკიზე ამ თქვენ წინ ლომთათიძის გადაცემაში ჩვენ თქვით სავარაუდო გეგმა უკრაინაში მოვლენების განვითარების, თუ ვინმეს ფიქრობს რომ ზელენსკის შეცვლით უკრაინელებს რამეს დაათმობინებენ, ძალიან შემცდარა, იმიტომ რომ ზელენსკიზე მეტი პატრიოტი მოვა მან და კადრებიც მომზადებული ყავს უკვე იმას. ამით იმის თქმა მინდა მე რომ ჩვენ ეხლა ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ძალიან სერიოზული პროცესებისთვის. კარტი უნდა გახსნას ოპოზიციამაც, კარტი უნდა გახსნას ხელისუფლებამაც. როდესაც ლაპარაკია სხვანაირად არ გამოვა რა. რას გულისხმობთ კარტების გახსნაში? რა და ესე იგი რეალურად ხელისუფლებამაც უნდა დადოს თავისი გამოძიების მასალები ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციამაც უნდა დადოს თავისი მასალა. პირდაპირ გეუბნებით, ამათ ერთმანეთი ისე დააზარალეს, ისე დააზიანეს, რომ ამ კინკლაობაში დამარცხებული ხო დამარცხდება და გამარჯვებულიც ძალიან იოლად შესაძლებელი იქნება მერე. ნუ რა ვისა აქ იმის იმიდი რომ მკაცრი კანონებით დაიჭრა. სტალინზე მკაცრი კანონებით, საბჭოთა კავშირზე მკაცრი კანონები არ იყო, მაგრამ დაანგრია ეკონომიკამ და დაანგრია საგარეო პოლიტიკურმა ზეწოლამ და ეკონომიკამაც. ტრამპი რესპუბლიკელია. თემიდან თემაზე გადავდივარ რა, ვცდილობ რომ ყველაფერი მოვასწრო. ტრამპი რესპუბლიკელია. ზუსტად ის ტაქტიკა აირჩია, რაც აირჩიეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რეიგანის დროს. ესე იგი, გადამზიდავ კომპანიებს თუ არ შედგა დიალოგი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მსოფლიოს მომავალ სულ ვამბობდით რომ ომი დაიწყო თუ არა და კიევიდან უკან დაიხია თუ არა რუსეთმა მსოფლიომ დაიწყო მომზადება ომის შემდგომი პერიოდისთვის ურთულესი პერიოდი ომი ხო საშინელება ეს კატასტროფა ესეც საშინელება ესე იგი გადამზიდავ კომპანიებს რომელიც რუსეთთან თანამშრომლობენ სანქციები და ფასების დაწევა ნავთობზე. ამას კი არ აკეთებს. ამას ამბობს რომ ეს შეუძლია. ხო, ეხლა ჩვენ ყვებით სიტუაციაში სადაც ჩვენ არავინ არაფერს როგორ გითხრათ? გეკითხება. ხო, ცუნამი მოდის რა. ჩვენ ახლა ან კარგად გავცურავთ, ან კარგად მოვერიდებით. ამას უნდა ერთი. ხო, ჩვენ ერთადერთი ეს როლი გვაქვს მარტო, რომ რაღაც არ შეველეწოთ. ვჭირდებით ორივეს, ვეთანხმები აბსოლუტურად.
ყველას კი არა სათავეში ამ თემისა ეხლა რო ალაპარაკდით 99 წელსში დავიწყეთ და დღემდე ამას ვლაპარაკობთ რომ ევროაზიური დერეფანი ევროაზიური ხიდი კულტურათა დიალოგი რა ვიცი რა აღარ დავარქვით ეხლა დაჭირდათ ალაპარაკ ამ რეგიონს თავს არავინ არ დაანებებს სულ ტყუილად აქვს ვინმეს იმედი რომ USAID რო დაიჯება და USAID-ის ჩინელი ახლა რომ არ ეცდება გადატრიალება გადმოტრიალება არა გამორიცხული ამბავია სულ ტყუილად გონია ეგ ოპოზიციას და ხელისუფლებასაც ტყუილად გონია რომ დასავლეთი ხელისუფლების მხარეს დაიჭერს როგორც ეუთოოდირის გადაწყვეტილებას ელოდებოდა ორივე მხარე და იმან ისეთი გადაწყვეტილება დადო რომ ორივე გამარჯვება ერთად იზეიმა დაახლოებით ეგეთი არ იქნება მაგრამ ყველაფერს პირველი რაუნდი ოპოზიციამ მოუგო ოცნებას პირველი რაუნდი რომელი იყო პირველი რაუნდი სანქციები რო აკიდეს და ესე იგი არაღიარების პოლიტიკა. ხა მეორე მოუგო ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ როგორ არის, იმიტომ რომ ეგ იყოფა სცენა შეფასება. არა, საერთოდ მიზანი ხო იმათის ჰქონდათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება განეწყო ცუდად, ხო? ეხლა მეორე რაუნდში აქტიურად დაიწყო. ოცნებამ და როგორც ჩანს მეორე რაუნდს მოუგებს ოცნება ოპოზიციას, მაგრამ ყველაფერი მაინც იქნება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადასაწყვეტი, როცა ის აქ ჩამოვა. აპირებს ჩამოსვლას. ის კი არ თქვა, რომ ქართველი მაინტერესებს და ოპოზიცია მაინტერესებს. ევრაზიულ დერეფანში რა ხდებაო, ის მაინტერესებსო. ეს არ უნდა გვეწყინოს, გულწრფელია რა. არბა, ის შეგეუბნება რომ მე ვერ მივხვდით რომ არავისთვის არაფერს არ ნიშნავდა, ტერიტორია ინტერესებს, ეს ჩვენი პრობლემაა და არა მათი. შენ რა გინდა, შენ დადე ამ სავაჭრო მაგიდაზე. ერთმანეთს კი ნუ ურტყავთ და ერთმანეთს კი ნუ ვეძიძგილავები და ერთმანეთს კი ნუ ვამცირებთ, კაცო. ერთიანი კონცეფტი შევიმუშაოთ ჩვენი ერის მომავალი განვითარება ჩავდოთ ჩიგ ეკონომიკა უსაფრთხოება ჩავდოთ და დემოგრაფია ჩავდოთ ჩემო ბატონო და დავდოთ ეს მინდა თუ არა და არ გაგატარებ არჩენ მოდი და მომკალი არ გატარებ მიდი და იხტუნავე აბა მიდი მოი ჯარი შემოვიდეს ივან გადატრიალება დააფინანსოს არავის არ შემოუშვებ ან და ყველა სახელიდან არ გამოვალ დახოცეთ ერთმანეთი შვიდობა არ იქნება აქ კორიდორიც. მე რას ვამბობ, იცი, თუ ისე არ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ როგორ არის, ჩვენი ხალხი როგორ არის, ხო, დააკვირდი რა, ესე იგი. იმის მაგივრად თუ საქართველოს მოსახლეობას უყვარდეს, საქართველოს მოსახლეობა მხარს გარეთ ეს პატრონს თო. გადავირიე რა და ის პატრონი 20 წელიწადში ერთხელ იცვლება. იმის გამიხედვით იცვლება შენი ცხოვრებაც, საშინელება. არ შეიცვალა. ინტერესები იცვლება და მე დადიანეს გამწარებლებ და ურეკავ ყურმილს არიღებენ რა ესია ჭირდებოდი და გელაპარაკა როცა ჭირდება ჩემთანაც ვეუბნები როცა მჭირდებოდი ვიღაცებს რატო არ მოვითხოვე ჩემთანაც ვეუბნები ხო და წინ არის ახლა წინ ყველაფერი პროცესები წინ არის ახლა მასე რკინიგზაზე მოვიყვანე მაგალითი სხვა ინტერესებიც აქვს რუსეთს ჩვენ ახლა უნდა მოვისმინოთ რუსეთის ინტერესები საქართველოში რა უნდა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ამერიკელების ინტერესები ჩვენ უნდა მოვისმინოთ ევროპელების ინტერესები სასურველია დავიწყოთ ეკონომიკური ინტერესებიდან სასურველია ხო და მე აი ამ სამივეს ინტერესები შევადაროთ ჩვენ ინტერესებს და მე ჩვენ უნდა დაუდოთ რომ ეს ვიცი შენია ეს ვიცი შენი ეს ხალხისათვის გასაგებიანაზე ვლაპარაკობ იზმები და ისტები შემიძლია ლაპარაკი მაგრამ თქვენ მინდა რომ გაიგოთ პირდაპირ გეუბნებით ტრამპი მოვიდა და თქვა მე ვარ მაყურებელი მორჩა ამბავი გადაიხადეთ სულ ყველამ ვისაც ჩემგან სარგებელი გაქვთ და ჩემი სახელმწიფოსგან სარგებელი გაქვთ ესე იქნება 4 წელი რუსეთი დაეთანხმება ამ პოლიტიკას თუ არ დაეთანხმება იმის დამიხედვით ეს მომდევნო 2-3 წელი ან ძალიან მძიმე ექნება ან ექნება ესე იგი ეკონომიკური ზრდის თანხმედრის პერიოდი
საერთაშორისო საზოგადოებასთან და სანქციებსაც ნელ-ნელა მოუხსნიან. ჩვენ სადავართ, ვკითხულობ მე. ვეკითხები ოპოზიციას, ვეკითხები ხელისუფლებას. ჩვენ მივდივართ ევროპაში. სადა როდის, როგორ, რანაირად გაგვაგებინეთ თქვენ და ლოცვილიშვილებო, ესე მარტივად ხო არ არის. მე მესმის რომ გეზიზღება და აგინებ, გავიგე. ამის იქით რას აკეთებ, რა შეგიძლია, ესეც მითხარი და მოკლედ ცოტა ზედმეტი ემოცია მომენტა, მაგრამ მომბეზრდა რა. აღარ უყურებ ქართულ არხებს. და ჩემს ახლობლოში არავინ აღარ უყურებს ქართულ არხებს, იმიტომ რომ პარტიული ტელევიზიებია. ჩართავ სამთავრობო ტელევიზიას დედის გიდებაა ოპოზიციის, ჩართავ ოპოზიციურ ტელევიზიას დედის ორივე უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ყველაფერი კარგად არის და მალე გაიმარჯვებენ. ტყუილი. ვერც ის გაიმარჯვებს და ვერც ის ვერ გაიმარჯვებს. იმიტომ რომ იმათ უნდა გადაწყვიტონ. და შენ რისი შანსიც გაქვს იმას არ იყენებ. მე ეს მინდა და პრორუსულია და მე ეს მინდა იმიტომ რომ პროდასავლური არა. მე ეს მინდა იმიტომ რომ ქართულია კი. მე ეს მინდა აი იმიტომ რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემაა და მე ეს პრობლემა რომ გადავწყვიტო ეს მინდა. ჩემი ეკონომიკა რომ გაძლიერდეს და მდგრადი და მყარი რომ იყოს. მე ეს მინდა. უსაფრთხოება რო იყოს ჩემი ქვეყნისა დაცული, მე ეს მინდა. არ გინდა, კარგად იყავი. მარტო დასავლეთს კი არ უნდა უთხრა ეგ. რუსსაც უნდა უთხრა ეგ. და ყველა სხვა დანარჩენსაც უნდა უთხრა და ხა. რეგიონალურ პოლიტიკაზე ლაპარაკი როა კიდევ ვიმეორებ. საქართველოში რეგიონალური პოლიტიკა არ არის. ეთნორეგიონალური პოლიტიკა, სამეზობლო პოლიტიკა. ძალიან დიდი სისუსტეა. არა, ეს არის ავტომობილის 4 ბორბალი, ხო აქ ერთი ბორბალი რო არ კონდეს რა. 92 წლიდან არის ეგრე. ვიღაცა პიროვნებების დონეზე რაღაცა კულტურული ღონისძიებები მე მესმის, რაღაცა საზოგადოებრივი აქტიურობა, ესეც მესმის, მაგრამ კონცეფცია არ არის. არ არსებობს ეგეთი და მოითხოვა ცხოვრება, მოიტანა ცხოვრება. მადლობა ღმერთს საზოგადოების კაცობრიობის განვითარება მიდის. ეხლა გახსნილი დიალოგისკენ და გამოვიყენოთ რა ეს დიალოგი. იგივე რუსსაც გახსნილად უნდა უთხრათ რა. შენ თუ გზა გინდა გამოიყვანო საქართველოზე, მე რა აკედა. რა მექნება აქ? მე რა მექნება ეკონომიურად, მე რა მექნება მორალურად. ეგრე 70-იან წლებში ჩვენ გაგაყვანინეთ. მაშინ მიგეკითხებოდა საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ მაინც როკის გვირაბი და მერე ტანკები შემოიყვანეთ და გადაგვიარეთ. ეგრე მარტივად არ. რატო გინდათ ინგუშებიდან წაიღოთ? ეგ რკინი გზა ინგუშების ტერიტორიიდან. იმიტომ რომ იცით რომ ინგუშები თავის ტერიტორიაზე საქართველოს წინააღმდეგ ჯარს არ გამოატარებენ. ვილაპარაკოთ რა, ამას არ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ. სირცხვილია, შიშია თუ რა არის? არ ვიცი. ნუ მე მგონი ცოტა გონიერების ნაკლებობაც არის, როცა ამაზე არ გვინდა ლაპარაკი და ხედი. რკინიგზის გახსნა უნდათ აფხაზეთზე, კიდევ ხო? კი. ოღონდ ვეღარ მოვასწრებთ სამწუხაროდ. არ ვლაპარაკობ არაფერს. რატო უნდა გავხსნათ? რატო? რას მივიღებ აქ? ამიხსენი რატო უნდა გავხსნათ? მე თუ დავკმაყოფილდები იმით, მე ყველა სხვა დანარჩენს ვეტყვი რომ მე მაწყობს. თუ არ მაწყობს, ვეტყვი რომ არ მაწყობს და ამიტომ არ ვახსნევინებ. ძალიან მარტივი ლოგიკაა. როცა შენ თვითონ არ იცი რა გინდა, ვერასდროს ვერავის ვერ გააგებინებ რა გააკეთოს. დიახ, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. პრინციპში ჩვენ შეიძლება რეცეპტი არ გქონდეს, მაგრამ ის რომ ამ თემებზე უნდა ვიფიქროთ, ეს არის ფაქტი. ჩვენ მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა სარეკლამო ჭრის გარდა, დაგველოდეთ და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად.